ნახატები ბიბლიურ თემებზე ამ სახელწოდების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გაიმართა. 2025 წლის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. კონკურსში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში ფინალურ ეტაპზე 70-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. სპეციალურმა ჟიურიმ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 10 გამარჯვებული გამოავლინა. ყველაზე უმცროსი ამ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა თბილისის 191 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სვანაძე. გამარჯვებულებს ფულადი ვაუჩერები გადაეცათ. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ კონკურსის ყველა მონაწილე დალოცა, წარმატებები უსურვა და სიგელები გადასცა. ეს ღონისძიება, რომელიც დღეს ჩატარდა, უკვე ტრადიციულია ახალგაზრდულ ცენტრში და დაახლოებით 20 წელია, რაც ჩვენ ამ კონკურსს ვატარებთ და ამით ხდება წმინდა წერილთან ბავშვების დაახლოვება, მათი ურთიერთობა წმინდა წერილთან მრავალ საკითხზე ვკითხულობთ და თვითონაც კითხულობენ ადგილებს, მე ამას ყველაფერს ხატავენ და წარმოადგენენ. რა თქმა უნდა, ეხლა მათი დახატული რამე კანონიკას და იმას არ ექვემდებარება, მაგრამ ბავშვების დახატული ყოველთვის საინტერესო და კარგია და უმთავრესი რაც აქ ვლინდება ბავშვებში, ეს არის მათი სიყვარული წმინდა წერილისადმი, მათი სურვილი ხატვისადმი და გამოფენა ამაზე მეტყველებს. ასე რომ მერთმა ყველა დალოცოს, მადლობა ჩვენს უწმინდეს, რომელიც ჩვენ ამ გზაზე ყოველთვის მხარს გვიჭერდა და მისი ლოცვა კურთხევით მოქმედებთ. დღეს შედგა ფინალური ეტაპი კონკურსის ნახატები ბიბლიურ თემაზე, რომელიც დაჯილდოებას მიეძღვნა პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს სიგელთან ერთად გადაეცათ ვაუჩერი 250, 300, 400 ლარის ოდენობით, რითაც მათ საშუალება მიეცემათ იყიდონ თავიანთი ნახატებისთვის, იქნება ეს ფანქარი თუ ფურცელი თუ სხვადასხვა საღებავები და ერთგვარად ასევე წახალისება არის მათთვის. საოცარი ნახატებია გამოფენილი, განსაკუთრებით გამარჯვებულების არის. შეიძლება ითქვას, რომ განცდა რჩება საოცარი, რომ ეს ადამიანები ეცნობიან ბიბლიურ სიუჟეტებს, პირდაპირ განიმსჭვალებიან იმ სწავლებით, რაც არის გადმოცემული ამ ნახატებში. მე დარწმუნებული რომ თითოეული პიროვნება, რომელიც ამ ნახატის ავტორის უკან დგას, მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით ატარებს ამ საოცარ სიუჟეტს და განიმსჭვალებას საფრთხო მადლით. მე მინდა დავლოცო ახალგაზრდები, ხვალიდან უკვე იწყება ახალი ეტაპი, ეს ზოგადად ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიაზე და შემადგენელი გახლავთ სწორედ ნახატები ბიბლიურ თემებზე და წარმატებას უსურვით ჩვენ ახალგაზრდებს. ამ პროექტში ამდენჯერმე მაქვს მიღებული მონაწილეობა და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ამ პროექტსაც და ჩემს სკოლასაც, რომ შესაძლოა მომეცა გამოვავლინო ჩემი ნამუშევრები და ჩემი ნიჭი. ძალიან მოხარულია რომ კონკურსში ჩავერთე. ჩემს საინტერესო არის ბავშვებისთვის, რომ უფრო დავახლოვდე ღმერთსაც და უფრო მეტი ცოდნა გაიჩინო ამ თემასთან დაკავშირებით. და ერთადერთი დროც საკმაოდ იყო მოცემული და ძალიან მოხარული ვარ, რომ შემეძლო ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. მე ძალიან გამიხარდა, რომ მოვიგესვარ, მოველოდი, რომ მოვიგებდი და ძალიან გახარებული ვარ ამით. ვიღებდი მონაწილეობას ნახატები ბიბლიურ თემაზე, დავხატე ძველი აღთქმიდან და ახალი აღთქმიდან ნახატები და ძალიან მოხარული ვარ, რადგან ამ კონკურსში ჩავერთე და მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს. დავხატე ბიბლიურ თემები და ძალიან მომწონს ეს პროექტი და ძალიან მოხარული ვარ ამ პროექტში მონაწილეობით. საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დღეს გამოფენაც მოეწყო. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კონკურსის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. შეგახსენებთ, რომ კონკურსის სახელწოდებით ნახატები ბიბლიურ თემებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით 15 წელია ტარდება.
ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკები გამოიცა. ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა. მარკები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გაეშვა მიმოქცევაში, საქართველოს ფოსტამ დაამზადა. ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ გახსნა. მან ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის ღვაწლზე ისაუბრა. შეხვედრას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ლალი სეთურიძესა და თამარ მამალაძის შთამომავლებს საფოსტო მარკების პირველი ეგზემპლარები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ქართული საფოსტო მარკები მიმოქცევაშია 2026 წლის იანვრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში. დღეს იყო არაჩვეულებრივი დღე, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დიდი ქართველი ეთნო მეცნიერები, ესე ვიტყოდი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ქალბატონი თამარ მამალაძე, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ფოლკლორის გადარჩენაში, ამის კვლევაში, შეგროვებაში და მადლობა საქართველოს ფოსტას და ეკონომიკის სამინისტროს იმისთვის, რომ მათ უკვდავს საყოფად ეს ფორმა, მარკის ფორმა შემოგთავაზეს და ჩვენ ერთობლივად ყველანი მადლიერებას გამოვთქვავთ, რომ ამ ადამიანების სახელი იქნება უკვდავყოფილი ამ ფორმითაც. მოხარულები ვართ, რომ დღეს შევიკრიბეთ გამორჩეული ქართველის ბატონი ანზორ ერქომაიშვილის და ასევე ღვაწლმოსილი ქალბატონი თამარ მამალაძის ხსოვნის პატივის მისაგებად. საფოსტო მარკა არ წარმოადგენს მხოლოდ საგადასახადო დანიშნულების დოკუმენტს, ის არის ნამდვილად მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი დოკუმენტი, რომელიც თაობებს გადაეცემათ და შესაბამისად არა მარტო ქვეყნის შიგნით დარჩება, არამედ მოევლის მთელ მსოფლიოს. ჩვენი მხრიდან ეს არის მათ მიმართ გამოხატული მადლიერების მცირედი, ასე ვთქვათ, გამოხატულება და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ შევძლებთ მათი ხსოვნის შენარჩუნებას. ეკონომიკის სამინისტრომ, კულტურის სამინისტროს ინიციატივით გამოსცა ორი დიდი ქართველის საფოსტო მარკა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის და ქალბატონი თამარ მამალაძის, რომლებმაც უდიდესი ღვაწლი გასწიეს საქართველოს კულტურისთვის, კერძოდ ეთნომუსიკოლოგიისთვის, მრავალხმიანობისთვის. ბატონი ანზორი მთელმა საქართველოს მიცის, ვინც არის და რამხელა ღვაწლი აქვს მას და ქალბატონი თამარი, რომელმაც 50-იან წლებში ისე დროს, როდესაც შეუძლებელი იყო ფაქტიურად ექსპედიციების ჩატარება და სოფელ სიარული, ქალბატონმა მოახერხა და 200-მდე სოფელი მოიარა, სადაც ჩაწერა სრულიად უნიკალური მასალა, როგორც აუდიო ჩანაწერების სახით, ასევე თვითონ როგორც ფოლკლორისტმა ჩაიწერა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ის მოგზაურობდა ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, კავკასიის რამოდენიმე რეგიონში იყო ჩასული და იქაც საინტერესო მასალა ჩაწერა. და რაღაცნაირად მოხდა სახელმწიფოს მხრიდან სიმბოლური დაფასება, შეფასება ამ ხალხის, რომ ესენი არიან გამორჩეული ქართველები და დიდი ქართველები. დღეს მართლაც რომ მნიშვნელოვანი დღე არის, საქართველოს ფოსტამ გამოსცა საფოსტო მარკები ანზორ ერქომაიშვილის და პირველი ქართველი ქალი ეთნო მუსიკოლოგის თამარ მამალაძის. მინდა აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ასევე მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს კულტურის სამინისტროს. რამდენად ტოქსიკურია მსოფლიოში გამოყენებული პესტიციდები და რა გავლენას ახდენს ის გარემოსა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ამ საკითხს კვლევა გერმანიაში ერთ-ერთ კვლევით უნივერსიტეტში ჩატარდა. სპეციალისტებმა 201 ქვეყანაში გამოყენებული ასობით პესტიციდი შეისწავლეს. დაკვირვებით დადგინდა, რომ ბოლო წლებში მათი საერთო ტოქსიკურობა გაიზარდა. სპეციალისტთა განმარტებით ეს ნივთიერებები უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან თევზებს, მწერებს და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს. მათი განცხადებით
რაზეც მსოფლიოში პესტიციდების გამოყენება კვლავ იზრდება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყნები 2022 წელს გაეროს ბიომრავალფეროვნების სამიტზე 2030 წლისთვის სახიფათო პესტიციდებისა და მათგან წარმოშობილი რისკების 50%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. სპეციალისტთა განცხადებით, თუ არ მოხდა ფერმერული პრაქტიკების შეცვლა და ქიმიკატების შემცირება, არსებული მდგომარეობა შესაძლოა აისახოს არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ საბოლოოდ ადამიანის ჯანმრთელობაზეც.